შვეიცარიის ალპებში ვიყავი მე მეთხევეობაზე ხო ჩემი გართულება, მაგრამ მე ზუსტად ეს მინდოდა მეკითხა, ძალიან ბევრს მოგზაურობ, ძალიან ბევრი ევროპული საწარმო ნახე და პარალელი მინდა. არ მოგზაურობ კაცო, მუშაობ მე საწარმოებში 3-4 წელი და მუშაობ. ნახე კეთი, ნახე მეთხევესთან ვიყავი და ესეთი არხეინი კაცი იყო ფეხზე გადადებული, იმიტომ რომ წლის ბოლოს მას თავისი სახელმწიფო შვეიცარია ადლებს ერთ სულთხაზე და 1 ლიტრ რძეზე რაღაცა რაოდენიმე არ მახსოვს ახლა რო არ შემოშალოს და ტყუილი არ გამომიწ სიმბოლურად თქვა ერთ რაღაცა შვეიცარიულ ფრანკს აძლევს სიტყვას. წლის ბოლოს თუ ყავს 3000 სული თხა და თუ აწარმოებს 3 ტონა რძეს ან 30 ტონა რძეს არანორმალურად დიდი თანხა ეძლევა მას და ახალ სარტუბლოს ააშენებს, სხვა ბიზნესში ჩადებს, იმოგზაურებს, გაარემონტებს, ახალ თხებს იყიდის, ახალ გამოცვლის ტექნიკას, იქ შოურუმი ქონდა არაჩვეულებრივი, სადაც დეგუსტაცია მოგვიწყო თავისი. შვიდად ცხოვრობს და ყველა ფერმერი რაც კი ნახე შვეიცარიის ალპებში და არა ალპებში. ყველა ფერმერი სახეზე ეტყობა სული, აი ცოტა რთულია. ახლა ჩემი ვაჟი რომელსაც ბეკაჩები ასე ვთქვა, თუმცა თვითონაც უჩემოდაც მოხიბლული ამ საქმიანობით, მეყველეობით. მეუბნება რომ დედა ჩვენს ფერმაში სუნი არ უნდა, დედა შამელს ვერ მოვასხამთ. ფერმაში იქნება სუნი, იმიტომ რომ თხას, ძროხას, კამეჩს, წვას აქვს ეს თავის ფეკალია ისეთი, რომელსაც ნამდვილად არ ასდის შანელის სუნი, მაგრამ ისეთი ვენტილაცია უნდა გაკეთოს, როგორც მე ვნახე შვეიცარიაში. თხები ყავდა, ესეთი კლდის ქანებზე ქონდა რაღაცნაირი არქიტექტურის სახლი, სულ პირველ სართულზე, რომელიც მიწაზე იყო ეს შოურუმი, საწარმო, მეორე სართულზე კიდე რაღაცა და მესამე სართულზე, სადღაც კლდიდან ადიოდნენ თხები, მესამე სართულზე ცხოვრობდნენ თხები. რადონის ჰაერი ქონდა და რადონის ვენტილაცია იყო, ვერ წარმოიდგენთ. ასე იყო ძროხების ფერმაც, ასეთი ერთადერთი ფერმა შემდგა ძალიან არასაინტერესო და ვუთხარი კიდეც და გამოყარა მე იმ კაცო მიგეკითხება თქვენ. არ იყო, აქაც კი არ მინახავს ასეთი ცუდი ფერმა, როგორც ნახე იმ შვეიცარიაში, ნუ ეგ დახირებული კაცი იყო, ძალიან დაბალჭირიანი ფერმა ქონდა. ის გამოცდილება, ის იქნა ნახე ყველაფერი საქართველოში არსებული ვითარება, რომ შევაჯეროთ, აი პირველი 3 საკითხი, რასაც დაუყოვნებლივ გადაწყვეტდი შენ, რომ გქონდეს ამის საშუალება. აი რას ეთქვი დაუშვათ იმ ადამიანებს, რომელსაც ეს ხელმწიფება, რა 3 ძირითადი პრობლემა არის, გადასაწყვეტი იმის გამო, რომ რძის რაოდენობაც გაიზარდოს, აი ეს რაღაც ფუსტარული საწარმოებიც აღარ იყოს და ბოლო-ბოლო ქართულმა პროდუქტმა აჯობოს შემოტანილ იმპორტირებულ პროდუქტს და ფასიც დაიწიოს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისგან გავიგე მე გადაცემის დასაწყისში ვეკითხავი, რომ ყველის და საერთოდ რძის პროდუქტები ფუფუნების საგნად იქცა, იმიტომ რომ ძალიან ძვირია. გაძვირდა კი, ნახეთ, არასდროს არ ვიზიარებდი ასეთ მიდგომას, რომ გამსხვილდეს რძის საწარმოები და პატარა საწარმოებმა შეწყვიტოს არსებობა. პატარა საწარმოს, მცირე საწარმო, საშუალო საწარმო არ ვიზიარებდი ამას, იმიტომ რომ ადამიანები ამით არსებობენ. მაგრამ მე ასე დავსვამ, დღეს უკვე სხვანაირად უყურებს. კი ბატონო, ეხლა ვემხრობი, რომ კონტროლი არის ძალიან, ხო ხედავ, აი საწარმოზე იხურება, საწარმოზე ჯარიმდება და ყველაზე მთავარი, მე და თქვენ არ ვიცით, ხედავთ თეთრ მასას, თეთრია, გაჭრითლებია, ანუ ვიზუალურად ვერაფერს ვერ მიხვდები, მაგრამ საკმარისია ლაბორატორიაში შეიტანო ეს ყველი. ახლა მე რომ დავთავდება ეთერი გაჩვენებ ერთი ყველის ზედაპირს ლაბორატორიული შემოწმების შემდეგ, ადგილი არ არის დარჩენილი, ლურჯად აზის ეიშიხერიას მიკრობიოლოგია დაბინძურებული ყველია და ჩართვალე ერთი თვის მანძილზე თუ შევჭამ ამას, თვის ბოლოს მოხვალ ჩემს პანაშვიდზე, იმიტომ რომ ეს მომაკვდინებელი დაბინძურება არის. ამის გარდა სანიტარული ნორმების დაცვა, კონტროლი, ახლა ჩამოვყალიბდები, ნახე, განსხვილება, ოღონდ საოჯახო მეურნეობებს არ უნდა საოჯახო მეურნეობა, აი მაგალითად თუ ვიღაცა ტენილს აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ხელით. თუ ვიღაცა დამბალ ხაჭოს აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ნარჩვი. თუ აკეთებს ხელით, უნდა გააკეთოს ხელით. არ არის საჭირო თვითონზე ნარჩვის, დამბალ ხაჭოს, ტენილის, ამ არამატერიალური კულტურის ძეგლის სტატუსის მქონე რძის პროდუქტების ინდუსტრიაში გადათრევა ძალით. იმათ ნიშა უნდა დარჩეთ, მაგრამ მათაც უნდა იცოდნენ, რომ მათი ყველი უნდა იყოს უვნებელი.
პირველი ხელი დაბანილი, ცური დაბანილი, რძე, შემოწმებული მიკრობიოლოგიით არ უნდა იყოს დაბინძურებული, მე შენახვა ის ობის რაგვარობა, რომელიც არის დამბალ ხაჭოზე, ზუსტად უნდა ვიცოდე, რომ კეთილშობილმა ობმა, როგორც ხდება მთელს მსოფლიოში, ობის რაგვარობის გამოკვლევა, ობიანი ყველები, ზედა გორგონზოლები და 1000 კამემბერები, თეთრი ობის თემაა, ხო? პირიქით სამკურნალოა, სავსეა ლიციდები ჯგუფით, პელიცილინის ჯგუფით, ახლა მე დიდი მიკრობიოლოგი არ ვარ, მაგრამ ვისწავლე ამ სიტყვების რა ხაროქი ამასობაში ვკითხულობ, ვეძებ, ვიკვლევ. პირველი გამსხვილება, მაგრამ საოჯახო მეურნეობებს არ უნდა შეეხოს, მცირეებ რომელიც საოჯახო მეურნეობის ცალკე ცალკე მეცაც გეტყვი, ახლა ვამუშავებ ძალიან მაგარ პროექტს მონასტრის ყველი და ძალიან მინდა ამ პროექტით შევიდე საპატრიარქოში და მონასტრის ყველის თემა გაჩნდეს, იმიტომ რომ იქ ნდობის ხარისხი იმდენად მაღალია და თვითონ დედაობით იმდენად სათუთები არიან, რომ იქ უნდა გაჩნდეს ასეთი კერა, რაც მე აი მივალ და მართლა შეიძლება ძვირიც გადავიხადო იმ ყოველ სიყვაზე ვამბობ, ხო? მეორე, აუცილებლად კონტროლის გაძლიერება. აი ეხლა ხო ძალიან დაძდებს ისა რა ქვია სურსათმებლობა და ხო შორის არ იხევენ უკან და ენის მოჩლეკითაც არ ელაპარაკებენ და ძალიან მომწონს. დედას ფიცა ვარ, მე რო საწარმო მექნება და ახლო მომავალზე, როცა მქონდა მაშინა ზუსტად იგივეს ვაკეთებდი, მე ვუჩივლე ერთხელ ჩემს თავს, ანამიქაძის სკოლის შემოწმეთ თქო, რაღაც არ მომეწონა, თვითონ თქვა ვარ, პეტრე ვარ და იქ ცოტა სხვანაირი ეშმაკობა გამომივიდა, იმიტომ უფასოდ შემოწმებინა მთელი ეს 40 სახეობის ყველი, ბევრი სახეობის ყველი მქონდა, სწავლობდით ამ მიმართულებას და მე გადავშით მაშინ, რომ არაფერი არ აღმოჩნდა, ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შევამოწმებინე და მე გავუმხილე, რომ აი მე თქო ვუჩივლე ჩემ თავს. ნახეთ, კონტროლის გაძლიერება, გამსხვილება და აუცილებლად სწავლება. აუცილებლად ამ სამის გარეშე გამორიცხულია ჩვენ გადავრჩეთ რძის სექტორში. სახელმწიფოს როლი სად არის? კონტროლი. სწავლება და ხელშეწყობა. ეგ არის სწავლება, ტრენინგი მოიცავს იმას, რომ ეხლა კიდე მეორე პროექტის ინიცირებას გავაკეთებ შენთან და ალბათ დასასრულისკენ მივდივართ, თუ მაქვს თო ხო კიდე ბატონო ვილაპარაკებ. ქარხანა ბორბლებზე ჩემი საყვარელი პროექტი, რომელიც და ქარხანა ბორბლებზე ზუსტად ამას მოემსახურება და ემსახურება ისედაც ქარხანა ბორბლები მათ ქარხანა კი არა, ჩემი დამჭყრელი მანქანით დავდივარ, მაგრამ ძალიან მალე მექნება ის რაღაც მისამელი, რომელსაც ექნება პატარა ესეთ ლაბორატორიის სახე, საჭიროებები და მზაობები. აი ინგლისურად უყვართ ხოლმე ინჟინერს ნიდნეს რიდინეს, აი საჭიროებები და მზაობა. რისთვის არის დღეს ქართული მცირე საწარმოები, საოჯახო საწარმოები